გამარჯობა, ანდრო გოცირიძე არის დღეს ჩვენთან ერთად. კი იცნობთ ანდროს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი იყო თავის დროზე თავდაცვის სამინისტროში, თუმცა მის გარდა მისი წლები და გამოცდილება უკავშირდება მთლიანად ძალოვან სისტემას და ეს არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა, კარგად არის ჩახედული არსებული სისტემის შიგნით და განსაკუთრებულად სადაზვერო, კონტრსადაზვერო საქმიანობაში და ასე შემდეგ. ინტერესი ჩვენი დღევანდელი საუბრის არის, რა თქმა უნდა, ის ოპერაციები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. ზოგი ამბობს, რომ ეს ბოლო 1 წელია, ზოგი ამბობს, რომ ეს 2022 წლიდან რატომღაც რჩება იმისი განცდა, რომ გაცილებით ადრე დაიწყო და ისტორიულ სპეცსამსახურების კუთხიდან როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი დავინახოთ და აღვიქვათ, იმიტომ რომ რამდენიმე ხნის წინ ჩემი მეგობარი ფსიქოლოგი იყო აქ, რომელმაც საკმაოდ კარგად ახსნა, რომ ეს ფსიქოლოგიური ოპერაციები ბევრი წელია ხორციელდება და ეს ინფორმაციის, ზღვა ინფორმაციის მოწოდება ილექება ჩვენს ცნობიერში თუ ქვეცნობიერში და მოქმედებს და ის რომ რეაგირებას ვეღარ ვასწრებთ, ყველაფერი ილექება და სამწუხაროა ასახვას პოვებს მერე უკვე ჩვენს ქმედებებში. როგორ არის ეს კუთხე შენი გამოცდილებით დანახული და ახული საინტერესო? კი ბატონო, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ისეთი სენსიტიური საკითხია, სხვა შორის იმ ინტერვიუს უყურე და ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერულ დონეზე ახსნილი, პროფესიონალის ახსნილი, ფსიქოლოგიურად ამას რამხელა გავლენა და რა შედეგები აქვს, იმიტომ რომ ჩვენ უსაფრთხოების ბლოკის ადამიანებს ხშირად ამის დამტკიცება გვიჭირს ხოლმე. ეს ასეა, მაგრამ მსმენელი ხშირად ამას აღიქვამს თითქოს რაღაც ეფემერულ საფრთხედ, თითქოს რაღაც ბოდვად, მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ამას არ აქვს კინეტიკური ეფექტი და ადამიანისთვის რთულად აღსაქმელია, როდესაც მოდის რაკეტა, როდესაც მოდის თქვათ რაღაც აფეთქება ხდება, ან თუნდაც კონვენციური მომენტებია, თუნდაც კიბერშეტევის კინეტიკური მხარე აღსაქმელად შედარებულად ადვილია, იმიტომ რომ არ მოგეწოდება სერვისი, ხო? აი ყველაზე ესეთი საინფორმაციო სივრცეში კიბერშეტევაც რომ ავიღოთ, ხო? აღარ ვსაუბრობ დაბომბვაზე და თქვა ტერორისტულ აქციაზე, მაგრამ ეს სფერო აბსოლუტურად ესეთია, უხილავი სფეროა, ხო? ერთი შეხედვით რო შევხედოთ, ეს არის კოგნიტიური დომეინი, კოგნიტიური სფერო, დასავლეთში ამას დაახლოებით 2020 წლიდან უკვე დაარქვეს ახალი დომეინი, დაპირისპირების მე-6 დომეინი, მანამდე 5-ს ვიცნობდით კიბერის ჩათვლით და ადამიანისთვის ეს რთულად აღსაქმელია ორი ფაქტორის გამო. ერთი ის, რომ როგორც თქვით, მას არ აქვს კინეტიკური შედეგები, არ ტყდება არაფერი, ვერ ხედავ ნამსხვრევს, არ აქვს სისხლი. ხო, კომპიუტერი არ ითიშება და არ ითიშება, ელექტროენერგიაც გააქვს, პირიქით უფრო მეტი გაქვს, ვიდრე ასე ვთქვათ, ინფორმაციის ნაკადი. ხო, ინფორმაციას კი არ გიწყვიტავენ, პირიქით უფრო მეტი გაქვს და უფრო მეტს იგებ და მეორე ის არის, რომ იმდენად არის გონება გადატვირთული ამ საჭირო ინფორმაციულ ნაკადით, დაგეგმილი ინფორმაციულ ნაკადით, რომ შენ უკვე ვეღარ ფიქრობ იმას, რას აკეთებ, შენ უკვე ფიქრობ ისე, როგორც ამის დამგეგმავი. ეს არის ამ კოგნიტიური ომის განსხვავება ჩვეულებრივი პროპაგანდისგან, რომელზედაც ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია და მეტნაკლებად შესწავლილი ფენომენია. თუ ჩვეულებრივი პროპაგანდა, ჩვეულებრივი დეზინფორმაცია მიემართება იმას, რა უნდა იფიქროს ადამიანმა, მე გაწვდი შენ, რა უნდა იფიქრო შენ, ამ შემთხვევაში კოგნიტიური ომისას, ეს უკვე ახალი საფეხურია, მე გეგმავ როგორ უნდა იფიქრო შენ და შენ თავად ფიქრობ. განსხვავება რა არის ამ ყველაფერში? განსხვავება ის არის, რომ როდესაც მე შენ გაწვდი როგორ უნდა იფიქრო, შენ კრიტიკული აზროვნებით შეგიძლია გადაამოწმო ჩემი ფაქტის, მოწოდებული ფაქტის სინამდვილე, მაგრამ როდესაც მე იმგვარად ვაგეგმარებ შენს გარშემო გარემოს, რომ იფიქრო ისე როგორც მე მინდა, შენ თავად ანუ შინაგანად ფიქრობ, დასკვნა შენ გამოგაკ და აკეთებ სტარ-დასკვნას ჩემს მიერ წინასწარ მოწოდებული ინფორმაციის ხარჯზე და ის საინფორმაციო გარემოს გიქმნი მე შენ უკვე იმ დაგვარს და არა მარტო შენ, არამედ ვთქვათ სახელმწიფოს, ხო, სხეულს, ადამიანს, საზოგადოებას და მე რა თქმა უნდა შესაბამისად უკვე საზოგადოება ცხოვრობს ამ წანაცვლებულ გარემოში. ახლა საქართველოს რატომ არის საინტერესო ამ თვალსაზრისით? საქართველოს ბედნიერებაც და უბედურებაც ის არის, რომ საქართველოს ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლიდანაც ჩვენ გაღწეული გქონდა და უკვე აღმოსავლეთ ევროპის ბლოკში ვიმყოფებოდით, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში გაფართოების თვალსაზრისით ამ მიმართულებაზე გახდით, საქართველოს რუსული იარაღისთვის არის გამოცდის პოლიგონი და
უბედურება, იმიტომ რომ ყველაფერს აქ ტესტავს და ამიტომ საქართველოს გამხდარა აბსოლუტურად ყოველგვარი იარაღის სამიზნე რუსეთის მხრიდან დაწყებული კონვენციური თქვათ და თუნდაც ისკანდერით დასრულებული კიბერშეტევებით, კიბერშპიონაჟით და ახლა ამ კოგნიტიური ბრძოლის მეთოდებისაც ბედნიერება თუ შეიძლება უწოდოთ, ფიგურალურად გასაგებია, იმიტომ რომ სწორედ ეს წარმოშობს კიდევ ერთ ვექტორს დაინტერესებისა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, იმიტომ რომ მათ ეს ძალიან აინტერესებთ ბუნებრივია და ამიტომ პარტნიორობის ძალიან მრავალგვარი ფორმატები გქონდა კიბერის თვალსაზრისითაც და აი ამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ იმას რასაც იყენებს პატარა სახელმწიფოში, შედარებით დაუცველ სახელმწიფოში, შემდგომ ბუნებრივია ის ცდილობს რუსეთს ემაქვს საუბარი ადაპტირება მოახდინოს და გამოიყენოს დასავლეთში. ძირითადი სამიზნე ამგვარი ომისა არის დასავლური ცხოვრების წესი და ზოგადად დემოკრატია, იმიტომ რომ დღევანდელი დასავლური ცხოვრების წესი დემოკრატიასთან თავის პლუსებით და თავის მინუსებით განუყრელია. სწორედ ამაშია საქმე, რომ დემოკრატია არა რაღაც ფორმაცია, არამედ ცხოვრების წესია, ხო, საზოგადოების ცხოვრების წესია, შემდგომ ინსტიტუციონალიზებული, ხო, გარკვეული კანონებით და ასე შემდეგ. და თქვათ რუსეთი ამის ძირის გამოთხრას აპირებს და გეგმავს ძირითადად, ოღონდ ისე რომ დემოკრატიის ინსტრუმენტებს იყენებს თავად დემოკრატიისვე ძირის გამოსათხრელად, როგორც არის არჩევნები, რეფერენდუმი, თქვათ ან თუნდაც დემოკრატიის ის მოწყვლადობა, სისუსტე, რომ დემოკრატია დამოკიდებულია საზოგადოებრივ აზრზე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კოგნიტური ომი, კოგნიტური განზომილება ომისა ნაკლებად პრობლემურია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, იმიტომ რომ იქ საზოგადოებრივ აზრს, როგორც არ უნდა შევქმნა მე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მისი ჩახშობა ძალიან მარტივად ხდება. ხო, იქ ერთი აზრი. ხო, ერთი აზრია და ხო როგორც კი საპირისპირო აზრს გამოთქვა, მის გამრავლებას ვერ ასწრებს, როგორც შენი მაშინვე ელიმინაცია, ანუ თქვათ იზოლაცია ხდება და ასე შემდეგ, მაგრამ დემოკრატია მოწყვლადია ამის მიმართ, იმიტომ რომ დემოკრატიაში თუ კი მოახდენ ფორმირებას სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების, განწყობების, შესაძლოა ისიც კი მოახერხო, რომ შედეგები გათვლილი გქონდეს. ეს ტაქტიკა თვითონ ახალი არ გახლავთ, საფუძველი ამისი სპეცსამსახურის თანამშრომლებისთვის ცნობილია, ეს არის საბჭოთა უშიშროების სამსახურის მეთოდიკა, აქტიური ღონისძიებები და აქტიური ღონისძიებები გულისხმობს დაინტერესების ქვეყანაში შენთვის სასურველი გარემოს შექმნას. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, საინფორმაციო ბრძოლის მეთოდებით და უბრალოდ წარსულში ეს გახლდათ შეკვეთილი სტატიები სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ჟურნალისტების თქვათ გარკვეული წრე, რომელთანაც რუსულ უშიშროებას, კგბ-ს, საბჭოთა კგბ-ს ძალიან კარგი კონტაქტები ჰქონდა და რომლებიც ქმნიდნენ გარკვეულ გარემოს სხვადასხვა ქვეყანაში, უფრო მეტად იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთს გავლენა უნდა და მოეპოვებინა, იმიტომ რომ პირდაპირ მტრულ ქვეყნებში, ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში ცხადია ამ დონის შეღწევა ნაკლებად ჰქონდათ, ეს იყო აქტიური ღონისძიებები, როდესაც რაღაც ღონისძიება იგეგმება არა ინფორმაციის მოპოვებისთვის, არამედ უფრო გავლენების მოსაპოვებლად ან გავლენებისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად, გარემო ვითარების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ემყარება რუსულ თეორიას, სპეცსამსახურების თეორიას, რეფლექსიური კონტროლის, ქცევის კონტროლის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ კი არ კარნახობ რა ისაუბროს თქვათ ამა თუ იმ ფენამ საზოგადოებისა, არამედ ახდენ მათი ქცევის წინასწარ დაგეგმვას, მათი ქცევის წინასწარ კონტროლს. ანუ შენ ქმნი დღის წესრიგს და ისინი რეაგირებენ. შენ ქმნი გარემოს, სადაც გათვლილი გაქვს მათი რეაგირება. ქმნი მაგალითად იმგვარ საინფორმაციო ველს, სადაც შენი ინფორმაცია ვრცელდება და აღიქმება სიმართლედ, ოღონდ მსხვერპლი თulis რომ ეს მისი საკუთარი მოქმედებაა, თქვათ, ხო? რა შეიძლება რომ რაღაც თვალსაჩინოებად მოვიყვანოთ? რომ კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ასე ვთქვათ, აქ. მაგალითად, თუნდაც აი დღევანდელ თუ შევხედავთ ჩვენ როგორი იყო რუსული პროპაგანდა 10 წლის წინ საქართველოში და როგორია დღეს, ჩვენ შევხედავთ მაგალითად, რომ სოციალურ ქსელში და უნდა აღინიშნოს, რომ ის ტაქტიკა გაცილებით უფრო ბრუტალური და შეღწევის არეალი გაფართოვდა სოციალური ქსელების
დამკვიდრებასთან და ზოგადად ინტერნეტის აი ამ ფართო პენეტრაციასთან ერთად, იმიტომ რომ გავრცელება გაცილებით მეტია, ხო, ამ ინფორმაციული ნაკადების და იცი რომ სოციალურ ქსელში ხდება გარკვეული აი ამის ფორმირება, ხო, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ამასთანავე სოციალური და ყველას აქვს, smartphone-ი ყველას აქვს. ყველას აქვს და სოციალური ქსელიც ახლა შეიძლება უბრალო მომხმარებლისთვის ზუსტად ისეთივეა, როგორც მის გაჩენის ეპოქაში, ხო, 2008-ში, 7-ში და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში სოციალური ქსელიც დაიხვეწა ეს ალგორითმული გარკვეული მომენტები ძალიან სელექტიურად აწვდის ადამიანების ჯგუფს საჭირო ინფორმაციას, ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუნდაც უბრალო კომერციული თვალსაზრისით, ხო, თუ ცხოვრების წესი შენი არის სპორტული, მაშინ აუცილებლად იღებ სპორტულ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას, მე ახლა მაგალითად ძალიან ისეთი მარტივი თემა რო გითხრათ, აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ხშირად მიწევს ხოლმე მოძებნა რაღაცეების ინტერნეტში და შესაბამისად თაღლით ურზარებს ვიღებ ხშირად აი მასაჩუსეტსიდან, ვთქვათ, ნიუ-იორკიდან, ამ რეგიონიდან, იმიტომ რომ ალგორითმმა იცის, რომ მე შეიძლება რაღაცით დაკავშირებული ვიყო აღმოსავლეთ სანაპიროსთან და არა ვთქვათ ახალ ზელანდიასთან, ხო, რაღაც ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამას რა თქმა უნდა იყენებენ ასევე სახელმწიფოები და სპეცსამსახურები ინფორმაციას აწვდიან ზუსტად იმ წერტილში, სადაც საჭიროა. განსხვავებას რო დაუბრუნდეთ, რაც არის ჩვეულებრივი პროპაგანდას, დეზინფორმაციას და აი ამ ასე ვთქვათ კოგნიტიურ ბრძოლას შორის, როდესაც რუსეთი უბრალოდ დეზინფორმაციას ეწეოდა, მაშინ გაცილებით უფრო ჭარბობდა ტროლების და ბოტების პასუხი, თუნდაც აი ჩვენი რეალობიდან რო ავიღოთ. დღეს უკვე ტროლებმა და ბოტებმა ტროლებმა განსაკუთრებით, ანუ გაუპიროვნებელმა კომენტატორებმა თავისი აზრი დაკარგეს, იმიტომ რომ მათ მოახერხეს ამ 10 წლის მანძილზე დაეთესათ ის გარემო, შეექმნათ ის გარემო, რომ უკვე ცოცხალი ადამიანები, მე, თქვენ, ну, შეიძლება ჩვენ არა, მაგრამ ვიღაც მოსახლეობის გარკვეული ფენები აზროვნებენ ისე, როგორც ეს რუსეთს აწყობს. რა არის ეს აზროვნება, ხო? ეს არის რამოდენიმე ესეთი კონცენტრირდება, რამოდენიმე სვეტის გარშემო, ხო? რამოდენიმე მიმართულების გარშემო. პირველი ის, რომ მაგალითად დასავლეთთან ინტეგრაცია გამოიწვევს ომში ჩათრევას. და დასავლეთთან ურთიერთობა, ნატოში ინტეგრაცია მაგალითად გამოიწვევს ომში ჩათრევას. მეორე ის, რომ დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ ღირებულებებს, ვთქვათ, მაშინ როდესაც რუსეთი არის ტრადიციული ღირებულებების დამცველი. მესამე არის ის, რომ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ცვლის იმ ხელისუფლებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მას არ წაყვება საკუთარი ინტერესების რეალიზებაში და ამ შემთხვევაში ეს ინტერესების რეალიზება არის ომში ჩათრევა, ხო? ეს ის ნარატივებია, უბრალოდ ის თავის დროზე ეს იყო ის მესიჯები, რომელიც ტროლების საშუალებით ასე ვთქვათ, ვრცელდებოდა, აკომენტირებდნენ გარკვეულ მიმართულებებს, მაგრამ ამან გარკვეულ წილად იმუშავა და უკვე მოსახლეობის გარკვეული ფენა ახდენს ამ ყველაფრის თავად წარმოშობას ამ მესიჯების, საკუთარი ინტერპრეტაციებით. ეს უკვე ის კი არ არის, რომ მე რომელიმე ტროლმა თქვენ მოგაწოდეთ, რომ თურმე რომ იცოდე შეიძლება დასავლეთმა ჩაგიტრიოს. არა, უკვე შენს გონებაშია გამჯდარი ის, რომ ნატოში ინტეგრაცია შეუძლებელია, ვთქვათ, ან ნატოში ინტეგრაციამ შეიძლება ომი გამოიწვიოს და უკვე შიდა მოხმარების მესიჯების გავრცელება ხდება. შენ იწყებ აზროვნებას უკვე ისე, როგორც ეს დამკვეთს უნდა. ეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო, ნათელი მაგალითი, მაგრამ არის კიდე ერთი საკითხი, ერთი კუთხე, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბრის თემის, ეს არის მთლიანად ტელეკომუნიკაციების სისტემა. მაგალითად, ჩავრთეთ რომელიღაცა არხი, პირობითად გადაცემა ამ ფილმი, რომელიც იჭრება და შემოდის რუსული რეკლამა. Yandex-ის თუ სხვების და სხვების, ხო? ანუ სადღაც რჩება, რომ ეს რუსული რეკლამა არის ჩემ საქართველოში, სადღაც გავიხედეთ გარეთ და არის რაღაცა სკროლები, რომელიც ასევე არის რუსული კომპანიის. ტაქსების ფირმა არის რაღაც რუსული კომპანიების და სხვა. ანუ ესეც შემოდის იმდაგვარად, რომ ახდენს გავლენას ამ ყველაფერთან. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შენ სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას, ეჩვევი მასთან ერთად ცხოვრებას. ის რაც ადრე მიუღებელი იყო, დღეს უკვე ძალიან ჩვეულებრივი ხდება და ამ ჩვეულებრივობის დამკვიდრების ფონზე შენ უკვე ხვდები, რომ რეგულარული რუსი შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი ადამიანი. ხო, ანუ აქ ადამიანური გრძნობების, ადამიანური
რაღაც თვისებების გამოყენება ხდება უფრო მეტად სპეცსამსახურის მიზნებისთვის, სახელმწიფო მიზნებისთვის, თქვა. თუნდაც იგივე რომ ავიღოთ პირველ ეტაპზე დასაწყისში, ხო, სადღაც მაინც დაახლოებით 2018-2019 წლების შემდგომ გააქტიურდა ეს ყველაფერი უფრო მეტად. ალბათ იმიტომ რომ რუსეთმაც უფრო მეტი შესაძლებლობები მოიპოვა, ხო, გააფართოვა ინფრასტრუქტურა თავიდან აი ამ Internet Research Agency-ს, ხო, პრიგოჟინის ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე თავიდან ტროლების ქარხანა იყო გარკვეულად და უბრალოდ ტროლები იყვნენ დეზინფორმაციის გამავრცელებლები, დეზორიენტაციის შემტანები, დამაშინებლები სხვადასხვა კომენტარებზე, ჩამძირავები, დასავლური ნარატივების, მაგრამ შემდგომ ამან იმდენად სწრაფი განვითარება ჰპოვა, რომ უფრო მეტად თავისი ნარატივის დამკვიდრება დაიწყეს ძალიან მარტივად და ეს ნარატივი არის ის, რომელსაც უკვე შენ იწყებ ამაზე აზროვნებას, შენ ამგვარად აზროვნებას იწყებ, სხვა კი აღარ გაწვდის უკვე ინფორმაციას, არამედ შენ თვითონ დეზინფორმაციას ამ შემთხვევაში, შენ თვითონ იწყებ ასე აზროვნებას. პირველი ეტაპი რაც იყო ამ დაგვარი კონკრეტულად საქართველოს მაგალითზე თუ ავიღებთ, იყო პირველი ეტაპი ფრთხილი ეჭვის გაჩენა იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლური ინტეგრაცია საქართველოსი იყო შეუძლებელი, ან ძალიან შორეული პერსპექტივის, ან შეუძლებელი სხვადასხვა ფორმით. შეუძლებელი იმიტომ, რომ ამას რუსეთი არ დაუშვებდა, შეუძლებელი იმიტომ, რომ დასავლეთი არასდროს არ მიგვიღებდნენ, მიგვიღებდა, შეუძლებელი იმიტომ, რომ მაგალითად ძალიან გავრცელებული ნარატივი, რომ დასავლეთში ინტეგრაცია აუცილებლად გამოიწვევდა ჩვენივე მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას, ხო, ჩვენ სამშობლოს შემადგენელ ნაწილებზე, აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე. ეს ნარატივი ნელ-ნელა დამკვიდრდა, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება ესე ერთბაშად არ მომხდარა, მაგრამ როდესაც ეს ნელ-ნელა ითესება სოციალურ ქსელში, ტელევიზიიდან, თქვათ, ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებებიდან, ნელ-ნელა ამან ფესვი გაიდგა და უკვე შემდგომი ეტაპი იყო პოლიტიკური პარტიების გამოჩენა პრორუსული, იმიტომ რომ თუ არ არსებობს მიზანი, საიდკენაც შენ მიდიხარ, ანუ თუ მიზანი, საიდკენაც შენ მიდიხარ, ეფემერულია, დასავლური ინტეგრაცია, მაშინ აუცილებლად გჭირდება რაღაც სხვა ცენტრი, საიდკენაც უნდა გადაინაცვლო, ხო? იმიტომ რომ გასაგებია, რომ საქართველოსთვის რთულია პოზიციონირება ცალკე აღებული, ხო, ამ რეგიონში. ამიტომ შემოვიდა და თუ გახსოვს, სოკოებივით მრავლდებოდნენ, თუნდაც სასაცილო რეიტინგის მქონე, მაგრამ მაინც პრორუსული პარტიები, პრორუსული პოლიტიკური სპექტრი, რაც ცოტა ხნის წინ სავსებით შეუძლებელი იყო საქართველოში, არა იმიტომ, რომ რეპრესიები ხდებოდა, უბრალოდ ამგვარად მოაზროვნე ხალხი არ არსებობდა, თორე 2008 წელს, როდესაც რუსის ჯარი მართლაც 30 კილომეტრში იყო თბილისიდან და ახლაც იქ არის, ხო, ვერანაირი რეპრესია ვერ ჩაახშობდა პრორუსულ გამოსვლებს საქართველოში, ამგვარად განწყობილი ადამიანები რომ ყოფილიყვნენ. აი ჰიპოთეტურად რო ავიღოთ 10%-იც რომ ყოფილიყო პრორუსულად განწყობილი 2008 წელს, როდესაც ოკუპანტის ჯარი გამარჯვებული მარშით მოდის და აგერლამის ხო, მაშინ ისეთი შიში იყო დათესილი, რომ ჩვენი საკუთარი ჯავშან ტექნიკას დიდ დიომთან მოსული ზოგმა მიიჩნია რუსული, იმიტომ რომ ყოველდღე ველოდით, ხო, ამგვარ შემოსვლას, მაშინ ვერაფერი ვერ შეაჩერა, უბრალოდ მაშინ ამგვარად მოაზროვნე ადამიანები არ იყვნენ. ამგვარად მოაზროვნე ადამიანები არ იყვნენ, მათი კონსოლიდაცია არ იყო მომხდარი, შეიძლება ერთეულ დონეზე სადღაც ვიღაც იყო. აი სწორედ მათი კონსოლიდაციისთვის მოხდა ამ პარტიების ჩამოყალიბება, იქნება პარტია, საზოგადოებრივი ჯგუფი, უბრალოდ დაინერგა, რომ შესაძლებელია საქართველოში საერთოდ არსებობდეს არსებობის უფლება ჰქონდეს პარტიას, რომელიც თუნდაც ამბობს, რომ მოსკოვთან ერთად თანაცხოვრება კარგია, ხო? ან ასეთი სატელევიზიო გადაცემებიც კი გაჩნდა, რაც წარმოუდგენელი იყო. წარმოუდგენელი რატო იყო? რაც არ უნდა რეპრესია განახორციელო, შენ ამას ვერ ჩაახშობ. მაშინ ინტერნეტით განაგრძობს მაუწყებლობას, ხო, ან სოციალური ქსელით, მაგრამ არ იყო ასეთი, უბრალოდ განწყობა არ იყო, იმიტომ რომ რუსეთს ამგვარი მოქმედებები არ ქონდა დაწყებული და შემდგომ ამ ეტაპზე მოხდა უკვე აი პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური სპექტრის პენეტრაცია რუსული სპეცსამსახურების მიერ რუსული ნარატივით შეიქმნა გარკვეული რეიტინგის მქონე 1-დან 5%-მდე რეიტინგის მქონე სხვადასხვა პოლიტიკური პარტია თუ ჯგუფები და მოხდა მათი სიძლიერის დემონსტრაცია. განსაკუთრებით იმგვარ ფენომენებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს კონსერვატიული საზოგადოებისთვის ითვლებოდა მიუღებლად. ეს არის იგივე სექსუალური უმცირესობები, რელიგიური
უმცირესობები, ანუ კონსერვატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი ქცევები ამასთან მებრძოლად დასახეს რუსეთის მომხრე საზოგადოებრივი ჯგუფები და ამით დამკვიდრდა ეს გარკვეული ნარატივი, რომ რუსეთი დიახ არის ჭეშმარიტად ტრადიციული ღირებულებების დამცველი, იმიტომ რომ ვინ ებრძვის LGBT თემს, ებრძვის პრორუსულად განწყობილი, ხო, ებრძვის მამაკაცები ქართული გარეგნობის, რომლებიც ჩოხით პოზიციონირებენ, რომლებიც ქართული სუფრის აპოლოგეტები არიან, ხო, ოღონდ რომლებიც მე პოლიტიკურ სპექტრში სადღაც გამოჩნდება, რომ ამბობენ, რომ ჩვენი ცხოვრება ნატოსთან წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება მაინც რუსეთთან, მაინც რაღაცნაირად, ხო, იმიტომ რომ იმის გარშე სადღაც ესე, ანუ ადამიანი, რომელიც რაღაც წრისთვის მისაღები ხდება, იმიტომ რომ მის ღირებულებებს იცავს, ახლა კონსერვატიულს ლიბერალურს არ აქვს მნიშვნელობა, კონსერვატიულ მისთვის მისაღებ ღირებულებებს იცავს, შემდგომ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკურად ორიენტირებულია არა იქეთ, საიდანაც ჩვენი 70-80% და საიდანაც ჩვენი რეალური მომავალია, არამედ ორიენტირებულია რუსეთისკენ და ამით ნელ-ნელა მოხდა ამ რუსული პოლიტიკური დღის წესრიგის ისევ შემოტანა და იმ განცდის გაჩენა, რომ ეს ადამიანები შესაძლოა პარლამენტში მოხვდნენ, შესაძლოა მთავრობის დაკომპლექტებაშიც კი მიიღონ მონაწილეობა რა. შესაძლოა ვიღაცა იყოს ხო მთავრობის წევრი. ანდრო, უნდა გკითხო ერთი რამ, სანამ კიდე სხვა საკითხზე გადავალთ. უვიზოს, ანუ 2008 ახსენე და მალევე მოიხსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო, ხო, ნუ კომენტარის გარეშე, მაგრამ 2022 წლიდან რუსების მასობრივად შემოსვლა საქართველოში, ექსპატების, ომისგან გამოქცეულების და რაღაცა. მათი დამკვიდრება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. განსაკუთრებული კონცენტრაცია ერთ ქალაქში ან ორ ქალაქში. და აი ის ყველა ჩამონათვალი, მე ყველა საკითხი, რაზეც შენ საუბრობდი უკვე, რაღაცა ერთობლიობის განცდა შემიქმნა მე, რომ გაცილებით მეტს უნდა ველოდოთ. ბუნებრივია, იმიტომ რომ ვინც იცნობს რუსეთის ბუნებას, მით უმეტეს ახლა რუსეთი ომშია, ხო, 20-25 წლის წინ რუსეთი გარკვეულწილად თვითონ ტრანსფორმაციას ცდილობდა, ხო, მაგრამ ახლა რუსეთი გახსნილ ომშია, დეკლარირებულ ომშია, არა მარტო უკრაინასთან, დასავლეთთან. ამიტომ თავისთავად ცხადია ეს ამხელა მოვლენები რაც ხდება, არ ხდება ესე შემთხვევით. მით უმეტეს მაშინ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთს აქვს გარკვეული ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ახლა საღაზრთან არ არის ახლოს, ხო? ამიტომ ბუნებრივია ეს შემთხვევით არ ხდება. მაშინაც კი თუ ეს ნაკადები სპონტანურია და ისინი მართლაც გაურბიან მობილიზაციას, ვთქვათ, ან გაჭირვებას, ან თუნდაც დემოკრატიის ნაკლებობას რუსეთში, აი ამ ნაკადებს მაინც აკონტროლებს FSB, იმიტომ რომ რუსეთის არსია ასეთი, მეცაც გეტყვით, რუსეთში ახლა ბიზნესმენიც კი არ არსებობს, რომელიც დამოუკიდებელი იქნება. ახლა მე არ გულისხმობ ვიღაც წვრილ მოვაჭრეს, ვთქვათ, ან ნებისმიერ იმას, ისინი უბრალოდ კორუფციულ ფერხულში არიან ჩაბმული, იმიტომ რომ ხარკს უხდიან იგაურ მილიციას, ვთქვათ, ან საგადასახადო ორგანოებს, მაგრამ ბიზნესმენი აღებული იმ მასშტაბით, რომ მაგალითად საქართველოში ინვესტიცია შეეძლოს, თუნდაც ერთი ბინის ყიდვა, წარმოუდგენელია არ იყოს კავშირში რუსულ სპეცსამსახურთან, მეტნაკლები სიმყარით, თქვათ. მეორეც, ჩვენ ახლა კოგნიტურ სფეროზე ვსაუბრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ან მე, როგორც რუსი ბიზნესმენი, ან უბრალოდ რუსი მიგრანტი, შეიძლება ამას გაცნობიერებულად საერთოდ არ ვაკეთებდეთ და ვიყოთ ჭანჭიკი რაღაც დიდ ჩანაფიქრში. მე გეტყვით რა შეიძლება იყოს ასეთი ჭანჭიკი, რაც ასევე სადაზვერვო სფეროა, ზოგს დაზვერვა უბრალოდ გონია რომ ინფორმაციის მოპოვება და ჯაშუში და ასე შემდეგ. ეს არის დაზვერვის რაღაც მინიმალური პროცენტი, ხო? მაგალითად, ჩვენი ზღვისპირა რეგიონის გაჭირებული მოსახლეობის ფინანსურად შეჭირებაში მყოფი ან მცირე და მიკრო მეწარმეების კეთილდღეობა გაიზარდა სწორედ რუსი მოსახლეობის, რუსი მიგრანტების ჩამოსვლის ხარჯზე, ხო? ერთის მხრივ, იმიტომ რომ გაიზარდათ გაყიდვები ჰოსპიტალურ სექტორს, ტურისტულ სექტორს და თქვათ სტუმარმასპინძლობის სექტორს და მეორეს მხრივ, იმიტომ რომ მოხდა თქვათ რაღაც გარკვეული კავშირების დამყარება, ბაზრის ათვისება გარკვეულწილად რუსეთის. ხო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ფინანსურ ნაკადებს, იმიტომ რომ ვიღაცამ ფული ჩამოიტანა, ბინა იყიდა, თქვათ, იქ გაიზარდა ბინის ქირა, აიწია, გაიზარდა ღვინის ფასი, ვთქვათ, ხო, ან ვთქვათ, ხაჭაპურის ფასი და ასე შემდეგ, ხო?
ამ ყველაფერმა საქართველოს მცირე მეწარმეს, მიკრომეწარმეს შეუქმნა ილუზია, რომ ეს მომავალ წელსაც იქნება, ხო, შესაბამისად აიღო კრედიტი, მოახდინა თავის კაფეს ან სახაჭაპურის გაფართოება, ან სასტუმროში ახალი ნომრის აშენება, ხო, იმიტომ რომ ამგვარი რაღაც იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ამგვარ ნაკადებს აკონტროლებს პოლიტიკურად. ამიტომ როგორც კი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, ჰიპოთეტურად ეს ან სხვა ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ისევ დაუბრუნდეს პროდასავლურ ვექტორს, მაშინვე რუსეთი ეცდება, რომ აი ის კეთილდღეობა მიღწეული სეგმენტი, რომელიც თავისთავად ფინანსურად არ არის ძლიერი, გამოიყვანოს ამ ახალი კურსის მოწინააღმდეგეთ, ამ შემთხვევაში დასავლური კურსის მოწინააღმდეგეთ. რატომ? იმიტომ რომ მარტივად შეწყდება შენი ჟანგბადი. და ამას გავაკეთებ მე როგორც მაგალითად იმ წლებში ქართული ღვინის, ასე ვთქვათ, ჩაკეტვა, ხო, ონიშენკოს ცნობილი გამოსვლა. ზუსტად ისევენაირად, ვთქვათ, შეიძლება ძალიან მარტივად, რომ აი ეს თითქოს და დამოკიდებული გახადოს რუსულ ფინანსურ ნაკადებზე, იმიტომ რომ მქონდა ერთოთახიანი სასტუმრო, ახლა შენს იმედად ავიღე კრედიტი, პროცენტებს ვიხდი, ვაშენებ დამატებით 3-4 ნომერს და შემდგომ ეს გზა როგორც კი ჩაიკეტება, ვრჩები კრედიტით და ამ დროს რა ხდება, რის ბრალია, ეს არის ბრალი საქართველოს ხელისუფლების, რომელმაც ისევ მოღალატურად აირჩია პროდასავლური კურსი რუსულ ნარატივს ვამბობ. და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მაშინვე ჩამოდიან პარლამენტთან, ჩამოდიან კანცელარიასთან, მთავრობასთან და ითხოვენ მათგან, რომ ისევ დაუბრუნონ ნუ რუსებს. გავაფუჭებთ ურთიერთობას რუსებთან. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი დღეს ბრძოლის ველი მთელ მსოფლიოში გადის გონებაზე. დღეს უკვე კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სერვისები ან თუნდაც ეს კონვენციური ომის მეთოდები უკანა პლანზეა გადასული, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და შიდა რყევებთანაც, იმიტომ რომ ეს საბრძოლო საომარო ეკონომიკაზე გადასვლა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კოგნიტიური სფერო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ამ კონტექსტში ამ მიგრაციულ ნაკადებს რა დანიშნულება ჰქონდათ? ნახეთ, ყოველ შემთხვევაში რა ეფექტი ჰქონდათ? ჩვენ ხო დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ. ეფექტი აქვს ის, რომ რუსული ბიზნესი, რომელიც საქართველოში ახდენს ინვესტირებას, მას მოაქვს რუსული თამაშის წესები. რუსული თამაშის წესები დღესდღეობით არის გარჩევები, თქვათ და არა სასამართლოში წასვლა, არამედ ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების ანგარიშწორება, იმიტომ რომ ხო ლეგალური ბიზნესი ყოველთვის რაღაც შედილოვან საკითხებთან არის დაკავშირებული, ხო? ეს არის დაკრიშვის ეგრეთ წოდებული ფენომენი, რაც ნიშნავს სახელმწიფო უწყების მხრიდან ქოლგის შექმნას, უსაფრთხოების ქოლგის შექმნას, ოღონდ არალეგიტიმური ბუნებრივია, ხო, არალეგალური ამგვარის. ეს არის ელემენტარულია ეს კრიმინალების გარჩევები თვითონ თბილისში და აი ბოლო დროს ჩვენ ნახეთ 3-4 ძალიან გახმაურებული კრიმინალური გარჩევაც, რომელიც ზოგი ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ყოველ შემთხვევაში აი თბილისი ადრე ხელმიუწვდომელი იყო ამგვარი ელემენტებისთვის, ხო? ეს ცხოვრების წესი და ზუსტად ეს ცხოვრების წესია ის, რითაც რუსეთი ხანგრძლივადიანად ცდილობს დაგისაკუთროს შენ თავის ორბიტაზე, იმიტომ რომ დღესდღეობით ანექსია, ოკუპაცია, სამხედრო მოქმედებებით ყოველ შემთხვევაში უკრაინაში შეჭრის შემდგომ რუსეთს გართულებული აქვს. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ საქართველოში შემოწვას რა უნდა, მაგრამ ახლა სამხედრო სფეროში ჩახედულ ადამიანებს ესმით, რომ ეს ასე არ არის, უბრალოდ რომ რაღაც 100,000 კაცი გადასხადა, ვთქვათ, შეღონით უმეტეს, რომ ახლა საქართველოს ჯარისგან წინააღმდეგობა მათ ახსოვთ და საქართველოს თავდაცვის ძალებისგან, ამიტომ ეს ასე არ არის, რომ ვთქვათ, ახლა როგორც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ახლა ერთი რომ დაძრას ახალგორიდან ერთი დაძრა არ არის, ხო? ეს ასე არ ხდება, მინიმუმ უპირატესობის შექმნა მოუწევს და რამდენიმე თვე ჭირდება ამისთვის. ამიტომ ეს რთული საკითხია. ამიტომ და მით უმეტეს ეს არის დროებითი საკითხი. 2008 წელსვე იყო რუსეთში ექსპერტების ერთი წყება, რომელიც პუტინს მაშინვე ურჩევდა, რომ შეცდომა იყო სამხედრო მოქმედებების განხორციელება, შექმენით ილუზია, ზუსტად ესეთი მიმართულება იყო, შეუქმენით მათ ილუზია შესთავაზეთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია, ასე ვთქვათ და ისინი სინზე მოგართმევენ დასავლურ ორიენტაციას, რომ აი ესეც უნდა მეკითხა, ანუ შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი აუცილებლად იქნება ნეიტრალიტეტისკენ ზეწოლა და აუცილებლად რატო? იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი არის ცხოვრების წესი
რომელიც საქართველოს უფრო მეტად დაახლოვებს რუსეთთან, შეუძლებელია ფაქტიურად, ამიტომ ეს იქნება ახლა პირდაპირ იმის თქმა, რომ რუსეთს შეუერთდებით წარმოუდგენელია, იმიტომ რომ 70-80% მართლაც მკვეთრად პროდასავლურია, კაცნობიერებული, გაუცნობიერებელი, ვთქვათ, მას მოსწონს დასავლური ცხოვრების წესი, მისთვის მისაღებია დასავლური სუფთა ბიზნესი თუ არა, ეს მეორე თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქმა, რომ ახლა ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში შევდივართ, თან რუსეთსაც არა აქვს ეგ განზრახვა, რომ ახლა ისევ დოტაციაზე აგიყვანოს და გარჩინოს, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ შემოუშვებენ ნეიტრალიტეტის თემას, საპირწონედ დადებენ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანურ ფაქტორს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. რა თქმა უნდა, ყალბი ნარატივით, იმიტომ რომ ახლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე თუ ვისაუბრებთ აპრიორი როგორც საბოლოო მიზანზე, მაშინ საბჭოთა კავშირის დროს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი გქონდა, ხო? იმიტომ რომ დაკარგულიც არ გქონდა, ხო? ბუნებრივია და ახლა ასე თუ ავიღებთ, თქვათ, მაშინ ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ მაშინ არც საქართველოს და არც რა თქმა უნდა იმ ავტონომიურ წარმონაქმნებს არ ქონდათ არანაირი სუვერენიტეტი, არც ადამიანურ დონეზე და არც სახელმწიფოებრივ დონეზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ იმედის ჩასახვა და შეიძლება სხვადასხვა ეკონომიკური პროექტებზე აპელირებით, რაც კეთილდღეობას თქვათ ილუზიას შექმნის კეთილდღეობას, იმიტომ რომ ასე რომ ავიღოთ, აი თითქოს შავი ზღვისპირა რეგიონებში ჩვენ მეწარმეებზეც, ხო, აი თითქოს და რას ებრძვის ის ადამიანი, ვინც ამას გააკრიტიკებს, იმას რომ შენ მეტი შემოსავალი შეგიძლია მიიღო, ეს ხო აბსურდია, როგორ შეიძლება ადამიანი დაარწმუნო, რომ შენ არ გაყიდო უფრო მეტი ხაჭაპური, ხო, თქვათ, არ მიიღო უფრო მეტი ტურისტი, ხო, მე რა რუსია, ხო, პრინციპში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რასაც რუსეთი აწარმოებს. ზოგადად ძალიან აქტუალურია ის, რომ ამგვარ კოგნიტურ, რადგან ეს კოგნიტურ სფეროს განეკუთვნება, აგრესორის მხრიდან ხდება ძალიან ადამიანურ ფაქტორებზე, ადამიანური ფაქტორების გამოყენება, მაგალითად ომის შიში, რაც ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა, ხო? და რაც უკრაინის პრეცედენტზე, ვთქვათ, სავსებით რეალური გახდა საქართველოს წინააღმდეგაც, ხო? ამას არავინ არ უარყოფს და არავინ არ ამბობს იმას, რომ ვთქვათ, არ არსებობს რუსეთის მხრიდან თავდასხმის რისკი, მაგრამ ამ საფანელით დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს არის ზუსტად რუსული კოგნიტური ბრძოლა, რომ აი ამ ადამიანურ მოწყვლადობას, ხო, თქვა და ყველას გვეშინია ომის, მით უმეტეს გადატანილი როცა გაქვს ნგრევა, ომი და როდესაც უყურებ რა ხდება უკრაინაში და ეს შეიძლება შენთან განმეორდეს, ხო? მაგრამ ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ შენ დასავლეთთან ურთიერთობები გაწყვეტო, პირიქით, დასავლეთს უფრო სწრაფად უნდა მოახდინო ინტეგრაცია, სანამ რუსეთი სხვაგან ახორციელებს ამგვარ თავდასხმას, ხო? მეორე არის, თქვათ, აი ამ ადამიანურ ღირებულებებზე, ხო? იქ ოჯახური ტრადიცია, ხო? თქვათ, რაღაც სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური, თქვათ, საკითხები, რომელიც ყველა ადამიანისთვის მეტნაკლებად გრძნობიარე თემებია, მიუხედავად იმისა, ქცევის წესი და ქცევის კულტურა როგორი აქვს და შემწყნარებლობა როგორი აქვს, თქვათ, განსხვავებულის მიმართ, უფრო ისეთ, რა ქვია, უფრო გაუნივთარებულ დასავლურ ქვეყნებშიც არის ეს წინააღმდეგობა, უბრალოდ შემწყნარებლობა მეტია, ხო, და ინდივიდის დამოუკიდებლობა მეტია, ასე რომ არავინ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, თქვათ, სხვის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს, მაგრამ აქ ამ ყველაფრის გამოყენება ხდება საბოლოო ჯამში პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად. ზოგადად არავის არ ადარდებს იმ უმცირესობის, ასე ვთქვათ, მართლაც ბედი, თორემ ეს რომ ასე არ არის, ცხადია, 5 ივლისის მოვლენებმაც აჩვენა, ხო, პირდაპირ ძალადობა იყო ზუსტად ამ ძლევამოსილების მითის შესაქმნელად, რომ ამგვარი ჯგუფი და თან რას ებრძვის ქართველთათვის მიუღებელ ცხოვრებას, ხო, ვთქვათ, და სინაპოლიტიკური ორიენტაცია როგორი აქვს პრორუსული, იმიტომ რომ ერთი დღე, როდესაც აქვეყნებს იმას, რაც ჩვენი კონსერვატიული საზოგადოებისთვის მისაღებია და პირდაპირ სახელიც ამგვარი იყო, ხო, კონსერვატიული მოძრაობა და მეორე მხრივ ხდება, რომ მესამე დღეს, მეოთხე დღეს იგივე ადამიანებს ხედავთ კრემლის ფონზე პოზირებენ. ანუ ადამიანის გონებაში დალექვა პირდაპირ ხდება, რომ ვინ ებრძვის მიუღებელ ცხოვრების წესს, კრემლი. ამასობაში ხდება დემონიზება იმ მეორე ნაწილისა, ვინ იცავს მიუღებელ ცხოვრების წესს, დასავლეთი ამერიკის საელჩო. ასინამდვილეში ძალიან რთულია ადამიანისთვის სწორად აღიქვას, რომ დასავლეთი იმ ცხოვრების წესს კი არ ებრძვის და რაღაც ცხოვრების წესს კი არ იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად მათი ცხოვრების წესისა და მიუხედავად მათი პოლიტიკური, სექსუალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა. ერთი ალბათ ბოლო კითხვა ასეთი.
უშუალოდ შენი სპეციალობით და განსაკუთრებით ამ კიბერსივრცეზე და ამ კოგნიტურ რამაზე. ესე იგი, ერთის მხრივ ჩვენ რაოდენობრივად სახეზე გვაქვს ათასობით რუსეთის ათასობით მოქალაქე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებულად იმ ქალაქებში, ვისაც აქვს გარკვეული მეხსიერებითი კავშირი იქ რუს მესაზღვრესთან თუ რუსული ბაზები რო იყო და იქ როგორ მუშაობდა თუ ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ესეც სპეციალურად შერჩეული ამბავია. მეორე მხრივ ეს არის მაგალითად სოციალური ქსელები, სადაც ხშირად ვარდება მომზადებული პატარა ვიდეო რგოლები, არ ვიცი, ხან Instagram-ზე, ხან YouTube-ზე, ხან TikTok-ზე, ალბათ მანდაც ასაკობრივი გრადაცია არის, როგორი კარგი არის პირობითად ხინკალი და ხაჭაპური, რომელსაც მიირთმევს ვინმე რუსი ნატაშა, ხო? და აი ეს ყველაფერი რას გვიჩენს საბოლოო ჯამში, ეს ერთი ამაზე კი ისაუბრე შენ, მაგრამ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, ანუ წინ როგორ უნდა აღუდგეთ ამას, რა ჩვენ ხელში რა ინსტრუმენტი, რა მექანიზმი რჩება. უბრალოდ ხო არ გავთიშავთ ყველაფერს. ხო, გათიშვაც ის მიზანია, რომელსაც ეს ყველაფერიც ემსახურება. ხო, რეალურად თუ გათიშავ, შენ მოწყდები როგორც ცუც, ასევე კარგსაც და ამიტომ თუ კარგთან კონტაქტი არ გაქვს, მაინც ანუ თუ ამას თიშო, მაინც ცუდი გამოდის. ხო, მაინც ცუდი გამოდის, იმიტომ რომ გაუნათლებლობა არ არის გამოსავალი არც ერთი სიტუაციიდან, ხო? საზღვარ ჩაკეტილობა არ არის გამოსავალი არც ერთი სიტუაციიდან. ჩაკეტილი საზღვრის პირობებში საქართველოს ცხოვრობდა, მაგრამ ვერ ვითარდებოდა ისე, როგორც საჭიროა, ხო? პრობლემა არის ის, რომ უნდა შეიქმნას, ანუ უსაფრთხოება თვითონ დიჭრილში თუ ავიღებთ, უსაფრთხოება ისეთი აღარ არის, როგორიც იყო მაგალითად 20 წლის წინ ან 25 წლის წინ, უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოება, სახელმწიფოზე ორიენტირებული, სადაც ითვლებოდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა იყო საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებსაც თავი უსაფრთხოდ ეგზოთ. ეს ასე არ არის, იმიტომ რომ მაშინაც კი თუ სახელმწიფო უსაფრთხოება ერთის მხრივ შეულახავია, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგალითად, ხო, ასე გაცხადებულად თითქოს არავინ არ ემუქრება საქართველოს სახელმწიფოს, ხო, არ არის თქვა რუსული შემოტევა ამ წუთას, ხო, აქტუალური, მაგრამ ხდება საზოგადოებაზე ზემოქმედება. საზოგადოება რისკის ქვეშ, ინდივიდია რისკის ქვეშ, რომელსაც არ აქვს საშუალება მიიღოს სწორი ინფორმაცია, რაც მისი ფუნდამენტალური მოთხოვნილებაც არის და შესაბამისად უფლებაც, ხო? ადამიანს აქვს ასევე უფლება იცხოვროს შიშისგან თავისუფალ სამყაროში, ხოლო აგერ ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელი რამდენი წლის მანძილზე ჩვენთან პირიქით ამ ომის შიშის ექსპლუატაცია ხდება იმ დონეზე, რომ პლაკატებზეც კი ვხედავთ განსხვავებებს, ხო, თითქოს, მაგრამ სინამდვილეში აქ ხო ის ილექება იქ რა ხდება, თორე ის ხო არა რომ აქ რა არის, ხო, რეალურად რა არის, ისედაც ვხედავთ, ხო? ამიტომ აი ამგვარი საკითხები და რუსეთის მხრიდან ეს ყველაფერი უფრო მეტად არის აი იმ გონების შეცვლისკენ, განწყობების შეცვლისკენ, რომ ნაკლებად მიმზიდველი გახდეს დასავლეთი, რატო? იმიტომ რომ დასავლეთი ებრძვის შენ ღირებულებებს, დასავლეთი გითხრევს ომში და შენ სუვერენიტეტს ებრძვის, იმიტომ რომ თქვათ შენ თუ გადაწყვიტე რომ ომში არ გაყვე, მერე ცდილობ ჩვენ როგორ აღვდგეთ ამას წინ? როცა ვხედავთ, რომ იდეა სახელმწიფო ინსტიტუტები თუ კი დარჩა ასეთი, არის, ნუ პრაქტიკულად ასე ვთქვათ, ხელს არ უშლის აი ამის გავრცელებას. იდეალურ შემთხვევაში სახელმწიფოებმა, სადაც სახელმწიფონება არსებობს, შემოიღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვადასხვა ფორმატები, სადაც სახელმწიფო უწყებებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია, თქვათ. ხა ჩვენთან შეიძლება ვთქვათ, რომ უნიკალური ვითარება იმით არის, რომ სახელმწიფოს მიტაცება მოხდა რუსეთის მხრიდან, აქ დაემთხვა არა სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ პარტიული ინტერესი, რუსეთის ინტერესი, იმიტომ რომ რუსეთის ინტერესია ჩვენთან დემოკრატიის შერყევა, მმართველი პარტიის ინტერესიც არის დემოკრატიის გაუქმება, იმიტომ რომ ეს გაძლევს ხანგრძლივადიან მმართველობაში ყოფნის შესაძლებლობას თუ მუდმივად არა და ამიტომაც სწორედ ჩვენი პოზიციონირება დღესდღეობით უფრო მეტად ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ, იმიტომ რომ იქ მისაღებია მმართველობის ამგვარი ფორმა კულტურულად და აი ეს რუსეთიც ნერგავს, რომ თითქოს საქართველოსთვის დემოკრატია იყოს მიუღებელი და აი ესეთი აღსაკალური, პატრიარქალური, კონსერვატიული, ოღონდ გარკვეულწილად ავტორიტარული მმართველობა იყოს უფრო მეტად მისაღები, უფრო მეტად მმართველობის ის ფორმა, რომელიც ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს მისცემდა განვითარების მათაც გაუადვილდება და ეხა ერთთან ურთიერთობა, ვიდრე ბევრთან ურთიერთობა. ხო, რა თქმა უნდა, მათთვის ეს მომგებიანია, მაგრამ თავარია ჩვენში დაინერგოს ის, ამიტომ როგორ უნდა ვეფარიკავთ ამას? ერთადერთი შესაძლებლობა აქ არის გაძლიერება საზოგადოების გაძლიერება არის ინფორმატიულობით, ხო, ინფორმაციის მიწოდებით, არის ასევე აი იმგვარი
თქვათ ღონისძიებების დაგეგმით ფაქტ-ჩეკინგით, ხო, თქვათ იგივე თქვათ შესაძლებელია ასევე კრიტიკული აზროვნების გაძლიერება, ოღონდ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო ამგვარ მოქმედებებს ხელს არ უწყობს, მაშინ ვერც ერთი თქვათ იქნება ეს ორგანიზაცია თუ ფაქტ-ჩეკერები თუ ასე შემდეგ ინდივიდები ვერ მოახერხებენ ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ მოხდა საქართველოში დემონიზება აი ამ საზოგადოების. იქ ახლა თანხები, გამჭვირვალეობა, ეს ყველაფერი არის ფასადი, მაგრამ სინამდვილეში საჭირო იყო ვინც წინ აღუდგებოდა რუსეთის ამგვარ კოგნიტურ ბრძოლას, მომხდარიყო მათი დემონიზება, იმიტომ რომ როგორც კი ისინი რამეს იყოდნენ, თქვათ, ხო, რაიმე ღონისძიება დაიგეგმებოდა, ჩვენ უბრალო მოსახლეობამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას აწარმოებენ დასავლეთის აგენტები, ამას აწარმოებენ უწესო ცხოვრების წესის დამამტკიცებელი NGO-ები და უწესო ცხოვრების წესის აპოლოგეტები, რომლებმაც არც ქალი იციან, არც კაცი, რომლებიც ძირითადად კაცების გათხოვებით არიან დაკავებული. ეს ერთი შეხედვით თითქოს ბავშვური და სასაცილო თემატიკაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აი თქვენმა წინა სტუმარმაც ძალიან კარგად აღნიშნა, რომ ეს მუდმივად ნათქვამი თვინში ილექება და ის რომ ეს თქვენთვის არ არის გავლენის მომტანი, ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ თქვენ გარშემო იქმნება უკვე საზოგადოებრივი აზრი, სადაც თქვენი მარგინალიზება ხდება უკვე და ეხლა მე ელემენტარული ჭეშმარიტებაც რომ ვთქვათ, აი 2+2 რომ 4-ია ესეც რომ ბრძანოთ, უკვე ეს ყველაფერი აღიქმება ისე რომ ამას ამბობს ადამიანი, რომელიც საერთოდ მიუღებელია ჩვენთვის და ადამიანის მიუღებლობა ხშირად მე ადამიანები ხო იდეაზე ნაკლებად მსჯელობენ, უფრო მსჯელობენ მის გამხმოვანებელზე. ვინ არის ჩვენთან დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე? დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე არის ის ადამიანი, რომელიც ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს არ სცემს პატივს, ოღონდ ეს ქართული ტრადიციული ღირებულებები წანაცვლებულია და რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს, კიდე ეს არაფრით არ უნდა გამოგრჩეს, საერთო ბედნიერი წარსულით მანიპულირებას და აი ამ ფაშიზმთან ბრძოლას, ნაცისტთან ბრძოლას, როგორც წარმატებულ მაგალითს საერთო ცხოვრების, ხო, მოგეხსენებათ ხა საქართველოში უამრავი ადამიანია დაღუპული მეორე მსოფლიო ომში და მათი ოჯახებისთვის ეს ხსოვნა ნათელია, ხო, ბუნებრივია. ამიტომ რუსეთი ყოველთვის ქმნის არა მარტო მაგალითად უკრაინაშიც, საქართველოშიც დენაციფიკაციის ოპერაცია და ესტონეთის ხელისუფლებასაც 2007 წელს როცა კიბერშეტევები იყო ადანაშაულები და ნაციზმის, ანუ ფაშიზმის მათი აღქმით ფაშიზმის ძეგლის გადაადგილება მოკავშირეებით. ყველა მოწინააღმდეგეს, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედებს, რუსეთი ლინკავს ფაშისტებთან, ჩვენი გაგებით ნაცისტურ გერმანიასთან, იმისთვის რომ აი ამ ეგრეთ წოდებულ მოძმე ერებში, ძველ საბჭოთა ერებში აღძრას ამ საერთო წარსულის ნოსტალგია, საერთო გამარჯვების ნოსტალგია, რადგან ამ დროშით ისინი ევროპაში იყვნენ, ხო, ჩასულები ბერლინზე აღმართეს დროშა და აი ამის საპირისპიროდ თქვათ მე ხდება უკვე იმგვარი ნარატივის გავრცელება, რომ თითქოს საქართველოში, უკრაინაში და სხვაგან პროდასავლური ძალები ფაშისტურები არიან და ისინი დაკავშირებული არიან რაღაცნაირად აი ამ ნაციზმთან, ფაშიზმთან, ხოლო რუსეთი უბრალოდ ახდენს თავის დაცვას ამ ფაშისტური ძალებისგან. ძალიან რთული თემაა, საბოლოო ჯამში საერთოდ არ მინდა დასრულება, იმიტომ რომ უამრავი კითხვა დამრჩა კიდევ, მათ შორის რომ ეს სწრაფად როგორ იცვლება, ხო, რომ აი ეს ინსტრუმენტების ერთობლიობა და წინააღმდეგობის არარსებობა როგორ მოქმედებს პირდაპირ ჩვენზე, ხო? ანუ პირდაპირ მივექანებით რაღაცა უფსკრულისკენ, საიდანაც ამოძრომას ვცდილობთ და ამომძრვალები ვიყავით რაღაცა. სამწუხაროდ პროცესები ძალიან დაჩქარებულია, ხელოვნური ინტელექტი და ეს ალგორითმული ტექნოლოგიები ამ საფრთხეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, იმიტომ რომ დაჩქარებულია პროცესი, ხო, ჯერ კიდე კიბერს ახალ დომეინს ვარქმევდით და უკვე გადაინაცვლა და სხვა ეფექტი აქვს უკვე. ერთი ცხადია, რომ ბრძოლის ველი დღევანდელ კონფლიქტში სისხლიანი იქნება ეს თუ უსისხლო, აღარ გადის ინფრასტრუქტურაზე, აღარ გადის ტექნიკურ საკითხებზე, გადის ადამიანის გონებაზე და ამ ადამიანის გონებაზე გვექნება ძალიან ისე მძიმედ სამუშაო, მტკიცედ სამუშაო, რომ მათ გქონდეთ სწორი და არასწორი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალება, მართალი და ტყუილი ინფორმაციის შედარების და შეფასების კრიტიკული აზროვნების. და კორუფციული ფული და ნატაშა სულაც არ არის კარგად ცხოვრების. და კიდევ ერთი კი და აუცილებლად ის რომ აი ახლა ორი მნიშვნელოვანი ნარატივი რაც წამოვა, პირველი წამოვა ეფემერული გაერთიანების საშუალება აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან და მეორე წამოვა ნეიტრალიტეტის თემა. პირველ რიგში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით რომ ვიცოდეთ
ვუძღებთ, რომ ისინი არ გვთავაზობენ ჩვენ შვეიცარიის ტიპის ნეიტრალიტეტს, ისინი ჩვენ არ გვთავაზობენ ყოფილი შვედეთის ყოფილი ნეიტრალიტეტის, ანუ განვითარებულ შრომის მოყარე და მშვიდობის მოყარე სამეზობლოში არსებულ და იერიში იქნება ჯარზე პირდაპირ. დემოკრატიულ იერიში იქნება ჯარზე, ისინი ჩვენ გვთავაზობენ თურქმენეთის ტიპის ნეიტრალიტეტს, სადაც იქნება ერთი მმართველი კლანი და შეიძლება დინასტია, შეიძლება პარტიული გაერთიანება, გაკონტროლებული ძალოვანებით საზოგადოება, რომელსაც ექნება ლუკმაპური თავის არჩევად, მაგრამ არა განვითარების საშუალება, ვინაიდან განვითარებული საზოგადოება ყოველთვის მიირთვის დემოკრატიისკენ, რაც შეეხება ინტეგრაციას აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ერთად არ შევალთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, იმიტომ რომ არაერთხელ პუტინმაც თავად და მედვედევმაც, რომელიც ახმოვანებს, რა თქმა უნდა, კრემლის პოზიციას, განაცხადეს, რომ ისინი დღევანდელ საქართველოს არ განიხილავენ ცალკე სახელმწიფოდ, განიხილავენ თბილისის და ქუთაისის გუბერნიას და სოხუმის სამხედრო ოლქს. რეალურად საიდგენაც მიდიან. სოხუმის სამხედრო ოლქი არის ოჩამჭირის ბაზით გამაგრებული და იქ უდაუთის შესაბამისი ინფრასტრუქტურით და გალში სადაზვერვო გარკვეული ინფრასტრუქტურით, ქუთაისის გუბერნია და თბილისის გუბერნია, რომელსაც მათი ხედვით გააკონტროლებს ცხინვალის მიმდებარე სოფლებში, ქართულ სოფლებში, რომელიც დღეს გადახნულია აბსოლუტურად და იქ არის მოგეხსენება სამხედრო ბაზები. აი ეს არის რუსეთის ხედვა, ამიტომ ეს ყველაფერი იქნება ეფემერული დაპირებები და გათვლილი იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის გრძნობებზე აყოლის შედეგად მოახდენენ აი ამ რუსეთისკენ ორიენტაციას საქართველოსას. მინდა მჯეროდეს რომ აი ესეთი რაღაცა არ მოხდება. ანდრო, დიდი მადლობა შენი დროისთვის და საუბრისთვის.